გამარჯობა, მოგესალმებით ტვინის გასაღების 22 ეპიზოდით. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თანაწამყვანი თორნიკე ბაღათურია. გამარჯობა მეგობრებო, გამარჯობა. მინდა შემოგთავაზოთ დღესაც ძალიან საინტერესო სახალისო გადაცემა ბევრი ვიდეოთი და ვიდეოების განხილვებით. თორნიკე, მოდი გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე, როგორც გვჩვევია, იმიტომ დღესდღეობით და ესეთი ვითარება აქვს ქვეყანაში, რომ ზოგი არჩევნები, ზოგი არა, ზოგი რევოლუცია, ზოგი იმას ყვირის, ზოგი ამას ყვირის. ეხლა ახალ-ახალი რაღაცები ახალ-ახალი რა ძველი პროსტა ეხლა უბრალოდ ვითომ ახალი არის, ხო, ვითომ ახალი. რეალურად ალღის წამოწყება უნდა. კი, რეალურად ხდება ის, რომ ანუ ყველას აქვს თავისი აზრი, რა, სამართალი არის ერთი, რომ რაღაცა დაუშვათ აღებული ისო ქვეყნისთვის ყველას უნდა კარგი, მაგრამ ის ირჩევს იმ გზას, ის ირჩევს იმ გზას, ის ირჩევს. მე მაინტერესებს ესეთი რაღაც რა. არჩევნები ჩატარდება, არ ჩატარდება, როგორ მოხდება, არ ხდება არანაირად ანგარიშის გაწევა ხალხზე, რომელსაც დაუშვათ არც რევოლუცია უნდა, არც გადატრიალება არ უნდა და თავისი აზრი დაფიქსირებული და თავისი ოპოზიციაში, ანუ ადამიანები ვინც არიან ოპოზიციურ განწყობილ, იმათაც არ უნდათ ეგ. რა, ხო, ნახევარ მხარეს ვიღაცებს უნდათ, ვიღაცებს ძალიან მცირე ნაწილს, ხო, რევოლუცია, ძალიან მცირე. ძირითადად ორგანიზატორებს უნდათ სიმართლე. ხო, უნდათ. ხო, ეს წამოვლენ ხან შიმშილობა და იწყეს გადაობა შიმშილობა რო იყო, რაღაც რავი, აი რა, ანუ დიეტაზე ეგეთ რაღაცა მართლა არ მოხდარა, რომ დიეტაზე თუ გინდა ყოფნა, ანუ ჩვეულებრივად შეგიძლია თუ ეხლა უნდა მე მეგონა რომ დიეტაზე უნდა და ყოფნა. იყოს რაღაცა და ვერ გაკაჩეს ალბათ ან რაღაცა. ვერ ხვდები აი ეს რაღაცა ნეიტრალური განწყობა და ეს სიზულვილის ენა და ანუ მე ხა იქ დავუждები თან ოპოზიციაში ხდება ის რომ ორად არის იმდენად გაყოფილი რომ ერთი რომ მიდის საშიმშილოდ მეორე რომ არ წახვიდე რასაკეთებ. ერთი რომ იძახის რომ არჩევნებში არ მიიღოთ მონაწილეობა ეს ამის აღიარება, მეორე იძახის რომ რას ნიშნავს პირიქით უნდა გამოვიყავდეს. ან ძალიან კაოსია. და მოდი დავიწყოთ. შიმშილობა დაიწყო ქალმა როგორ მოთხოვნა რა ქონდა იცი შიმშილობას რო იწყებ ხელისუფლების მიმართ გახო მოთხოვნები რომ რაღაცა ხელფასები გაზარდა იქ რაღაცა ქენი შეცვალე. ეს ოპოზიციას დაუყენა ამან მოთხოვნები რომ თუ პირობას მომცემთო რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებთო მე შევწყდა შიმშილობას და მიცეს პირობა ნუ იმ ორის გარდა ჩვენ სულ მაგალითად გახარია და ლელოს გარდა იმათმა არ მიცეს პირობა დაანჩიმა ყველა მიცა და შევწყდა. ეგეც ფეიქი პირობა იმიტომ რომ ხო იცოდა თავიდან იცოდა რომ ისინი არ იღებ ანუ რა ანუ მართლა რა ხდება და რა თამაში ვიდის თუ რა ბიჭი აი უკან ერთადერთი მანდ აი ჩემი აზრით უკან დასახევი გზა აღარა აქვს და უკვე არიციან და აი მათ თავის ყუილებში გახლართულ ჩახლართულ გამოხლართულები არიან უკან გზა არა აქვს და მიდიან წინ აი ინერციით ადამიანს გაყვებიან და მე რა ჩაიძირებიან ან რაღაც დაემართება და რეალურად სადაც ბოდიში საით მივდივართ რომ ეხა მოხდეს ეგეთი რაღაც ესა ჩაინიშნოს არჩევნები ორი პარტია ოპოზიციიდან თუ სამი მიიღეს მონაწილეობას დანარჩენები გაიფიცებიან მე იქ დაფიქსირდება შედეგი, ისინი არ აღიარებენ ამ შედეგს, ესენია, ანუ იგივე სცენარია, იგივე ყველაფერი ცდილობებია, მაგრამ არაფერი არ გამოვა, როგორც აქამდე არ გამოვიდა, ეხლა უფრო სუსტები არიან. ზოგადად ეს ხო ქვეყნისთვის ჩიხია. ანუ ნახევარშები ხო, ანუ შენ მე მეჭიდავები, სადღაც ადგილზე, სადაც შენ ვერ წამაქციო, მაგრამ ამ დროს მაკარგინებ, რესურს მაკარგინებ და შენ ვინც გვერდში გიდგას, ის დაჟე არ გეთანხმება მაკაში. ეგრეა. აი სირცხილი არის ეგეთი რაღაცა. ძალიან მაგრამ ხდება ყუში ამ ბოლო დროს და რაღაც ვიდეო იყო მოგონი ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი რაც ინტერვიუს იძრევა რა ამ ქალბატონმა თქვა რომ ვაფშე და ის უდგეს ვაფშე როგორ თქვი და ზღრაში ცხოვრობს ვიღ მიტრიალდება აქინე გამოიწავა და იქ თქვის ეგეთი თვითონაც თავის მეგობრებს იყო და ამაზე თვალს დახუჭავს და რა ვაფშეს დასდევ აი რა ვაფშე მაგაზე მაგით ცხოვრობით ეგეთი ტერმინები გქონდა ყველას შეიძლება რა თქმა უნდა უჯობესია რომ ეგეთი რაღაცები არ მიხაროთ მაგრამ ეს ტრაგედია არა თუ წამოგხსება რაღაცა ეგეთი ხო რა რა მოხდა ანუ რასი არის პრობლემა ვაფშე თქვა ნეტა უფრო სხვა პრობლემებზე გამოყურადღება ხო და მოდი რა დავიწყო ვიდეოები აი ხო ვიდეოს განახებ აქ არც კობახიძე და არც CSKO-ს თავმჯდომარე არ ლაპარაკობს ამას ეს არის EUTO-ს გენერალ მდივანის ვიდეოს ჩავთო და მე კიდე ერთი ვიდეოს ნახეთ რას იძახი უნდა დაგვაუწყდეს რომ საქართველო არის ომში მყოფი ქვეყანა როგორც ტექნიკურად ისე სამართლებრივად ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია როდესაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვსჯელობთ და ვაანალიზებთ ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ რაც შეეხება არჩევნებს რომლის შედეგებსაც ოპოზიცია ეჭქვეშ აყენებს ოდირმა დაწერა ანგარიში სადაც ცალსახად წერია რომ არჩევნების შედეგები
გარკვეული ხარვეზების მიუხედავად ასახავდა ამ მომრჩეველთა ნებას. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას 150 მანდატიდან 66 აქვს. ანუ პარლამენტის 40%-ზე მეტი ოპოზიციითაა წარმოდგენილი. თუმცა ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ცხადია, დემოკრატიაში უნდა გქონდეს სამოქალაქო სივრცეშენი მოსაზრების გამოსახატად. თუმცა ასევე ეფექტიანად უნდა გამოიყენო ხალხის მიერ არჩეული ორგანო პარლამენტი. გქონდეს 40%-იანი წარმომადგენლობა და არ იყენებდი ამას, ეს ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი იმ ხალხს, ვინც აგირჩია. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა შევისწავლოთ, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ. 100%-დან კიდე ერთი დამკვირვებელი. არა, მოდი გავშალოთ ეს ვიდეო. ხო, ანუ იმიტომ რომ ეს ვიდეო მნიშვნელოვანია. კი, არ მე მინდა მიყოლება იმის, მაგრამ ხო, კი ბატონო. ანუ რა სიძახის ეს კაცი რა? რომ ანუ ჩვეულებრივ სულ ჭეშმარიტება. ხო, ჩვეულებრივ თუ ჩვენო დავაკვირდით არჩევნებსო, პატარ-პატარა ხარვეზებითო, რაც ყველა არჩევნებში არის, დედამიწას უარესები. კი. მოხდაო, ამერიკაში არ გახსოვს რა მაგრამ დაფიქსირდაო შედეგიო, სადაც ოპოზიცია არის წარმოდგენილი 40%, რომელსაც არ იყენებსო და რომელიც ნიშნავს იმასო, რომ თავის ამომრჩეველს ვინც ენდო დააირჩია და ხმამიცა, იმის ხმებს, ანუ გვერდზე წერს თვითონ იღებს გადაწყვეტილებას იმის ხმებს რა უქნას. და რეალურად არაფერში არ იყენებს და ეს ხალხი უხმოდ ჩათვალე არისონთ. ხო, ეგრე არის. ანუ მაგიტომაც რეიტინგი მიდის მინუსებში ამაში. და პოლიტიკურად გეუბნება ადამიანი, რომ ამას ვარ აკეთებ. არ ლაპარაკობს, EUTHO-ს გენერალური დივანია და კიდე ერთ-ერთი დამკვირვებელი შვეიცარიის პარლამენტის წევრი, რომელიც აქ იყო ჩამოსული ერთ-ერთ დამკვირვებლად, აი ნახე რა სიძახი. გასულ წელს მე არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი. მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ არჩევნების მეორე დღეს ბრიფინგის დროს ყველა დამკვირვებელი შევიკრიბეთ და ერთმანეთს ვკითხეთ, თუ როგორი იყო არჩევნები. გავასვენით, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული. სამართლიანად ჩატარდა და არანაირი დარღვევა არ მომხდარა. არჩევნების შედეგი ბევრ ევროპულ სახელმწიფოს არ მოეწონა. ეს არ არის ის, რაც ჩვენი გადასაწყვეტია. გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობამ მიიღო. მეტი რა თქვან? ამაზე რატო თვალებს რატო ხუჭავდა, რატო არ იგებდა? ოშე, აი მე მაინტერესებს. საქართველოს კაი თავიდანვე სოფლიოში როგორ არ არის ეგეთი ადამიანი, ეგეთი კაცი? აი ეს ორბანი არის, რა ტიპი, რომელიც ანუ ამ ნაბიჯებს დგავს და ხმამა როგორ არავინ ისეთი ლიდერი არ არსებობს, რომ გამოვიდეს და თქვას, რომ ბიჭო, რატო ჩაგრავთ ამ ხალხს? იძახიან ესენ ორბანი, ფიცო, ეს ორბანი ამიცო გავიგეთ. ისე აი როგორ ერთი ვიღაცა როგორ არ არის, რომ ვინც ადგება და იტყვის, რომ რატო უკეთებთ ამას ამ ხალხს? ძალიან ცოტა გამოდენა იძახიან, მაგრამ დანარჩენი არის უბრალოდ ბიუროკრატი, რომელიც ჩვენი მტრები არიან და ისინი უბრალოდ მაგას არადოს არ იტყვენ, სანამ ხელისუფლებები არ შეიცვლება და არ მოვლენ როგორც ფიცოსნაირი და ურბანისნაირი, მაგათაც ლეპენი რომ მოვიდა საფრანგეთში იტყოდა ამას. მიხვდი? აი ნებისმიერ ესეთ პოლიტიკები რო შეიცვალოს, ეხა იქ რა ქვია, გერმანიაში AfD რო გაიმარჯვეს, AfD-ც იტყოდა. ესენი უბრალოდ ჩვენი მოწინააღმდეგე, იმიტომ არის ახლა მოდი გავიხსენოთ არჩევნების პერიოდი. თუ გახსოვს შენ, რომ იძახდენო 250,000 ჯერ იძახდნენ 250,000 ხმით გაყავდო. მე მივხვდენ ეს 240 ხმა არ ყოფნიდა და 300,000 ხმით გაყავდა. აი მოდი კონკრეტულად ამ თემას შევხარ, წარმოიდგინე 300,000 ხმით გაყავანო, რომ წარმოიდგინოთ ან 1000 მაკაცმა სიტყვაზე 1000 კაც 300 პირადობა დაურიგეს და მე ამათმა შემოიარეს, ან 3000 1000 მაკაცმა ქნა ის, რომ 300 კაცის სახელით შევიდა, კაი. ან პირიქით 3000 მაკაცმა სიტყვაზე 100 პირადობა დაურიგეს და თითო კაცმა 100 ჯერ მიცა ხმა. მოდი წარმოვიდგინოთ ეს სიტყვაზე მოხდა. აი როგორ არა ყველა ეგეთი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა ამ 3000 ან 10000 კაციდან, რომ ერთი ვერ იპოვეს, რომ გამოსულიყო და ეთქვა ეს ყველა. ან ძღოლები რამდენიმე მარშრუტ ეს რა ქვია ავტობუსი ხო დაჭირდება ამას გადაადგილებას, ან ვინმე ძღოლი ყველა ეგეთი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, რომ რომელიმე ერთი ან მოეტყუებინათ რაღაცა შეიქმნათ ვიღაცა ტიპი, რომ აი მე ერთი ფაქტი არ დაუდიათ დღემდე, რომ სხვანაირად აბა როგორ გაყავდა 300,000 ხმა. 300,000 ხმა, ის ხო არ არის, ბიჭო, ორი ხაჭაპური. 300,000 პირადობის მოწმობა, ესე იგი ხალხს მოპარეს ან ჩამოართვეს 1000-ნაირი რაღაცა ქნეს, კაი მას 300,000 და დღემდე არ იციან სიტუაცია, კაი დაუშვებს მას. 300,000 კაცი და 20,000-იანი აქცია რო არის რუსთაველზე, წარმოიდგინე რა ამბავი ხდება. 300,000 კაცი წარმოიდგინე, რომ რა აბსურდი და არარეალობა არის. ჯერ გაიხსენე არჩევნების წინასწარ, არ არსებობს რომ გაყალბდეს და ეს ისეთი აპარატია და ნახეთ და თვითონ იძახდნენ. აი პოსტა სირცხვილია. და აი ამას ვინც არ ხედავს, ესეც სირცხვილია.
ძალიან უცნაური. აი ეს მოდი ახლა ნახე წარმოიდგინე. მოდი იცია გამახსენდა მოდი ეს იძახის რომ ვიღაც იძახის რომ ეს ვიღაც შემოვიდა რომ თქვენ კარტოფილებს არ იგებთო და ისე იგებთო რომ კარტოფილზე მეტი თუ არ ხარ. ხო თუ არ არის ეგრე. აი ზუსტად ეგრე. 5 კილო კარტოფილი თუ გჯობია. თუ გჯობია ხმას. რა მართლა რაღა გინდა. აი მართლა ეგ მეც მაგ მოსე უმაგრესი აი უზუსტესი შეფასებაა რა. შენ თუ მართლა კარტოფილის გამოტივი შენ თუ საერთოდ ჯამჯობინებს და ერთი შეწვა კარტოფილი თუ ხარ რავი. ხო აი თუნდა ერთი მეშოკი იყავ. შეხო ნახეთ ახლა მოვისმენ შვეიცარიის პარლამენტის წევრის გამოსვლა იქ EU-ს გენერალური მდივანი და აი ეს პიროვნება ნახე. არჩევნებს აღარ ვითხოვთ, ქართულს უნდა წავიდეს უბრალოდ, იმიტომ რომ რეჟიმი როგორც არის ქართული ოცნება, უბრალოდ არანაირი უფლება არ უნდა კონდეს, რომ პოლიტიკურ ველზე იარსებოს. აქედან გამომდინარე არის მარტივი მოთხოვნა, რომ ქართული ოცნება უნდა წავიდეს, ამის უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და ანუ რას იძახის იცი? არჩევნებსაც აღარ ვითხოვთ, ანუ ქართული ოცნება ვაფშე უნდა წავიდეს და მერე უნდა ჩატარდეს არჩევნები. ანუ ქართული ოცნება უფლებასაც არ აძლევს რომ მონაწილეობა. წარმოიდგინე ეს მიიყვანეს და ამის თავისი აზრი გააჟღერებინეს, რომ აზრით არის, წარმოიდგინე სად არის სად იყო ეს ფორმულა. ხო, სადიჟდება. ნუ სადიჟდებოდა. წარმოიდგინე ეხლა სხვათა შორის ამათმა დაიწყეს ახალი პროპაგანდა. შენ თუ ხარ დაკვირვებული ადრე პერიოდში არასდროს ყველას რევოლუციას კითხვას უსვამდნენ ამათ რევოლუცია. ესენი ყოველთვის ახლა არა ჩვენ მშვიდობიანად გვინდა და არანაირი რევოლუცია და ეს message box-ი იყო ამათ. ეხლა უკვე ეხლა არის ახალი პროვოკაციის დრო მოვიდა რა. ეხლა ახალი მუხტი ხო ჭირდება ხალხს. ეხლა უკვე პირდაპირ გამოდიან ძალიან ბევრი ადამიანი პირდაპირ გამოდის და იძახის რომ რევოლუციისთვის უნდა მოვემზადოთ რა. მერაბ მეტრეველი რო არის ჟურნალისტი, მაგანა ხელისუფლებაში მოვა ის, ვინც რევოლუციას სათავეში ჩაუდგება და ამ სიტყვის არ შეეშინდება. ლიდერებს და ალტერნატივას შობს პროცესი. აი გამონწკიდა კაცარავა იაფარულაოს უწერს იმაში, რომ ოღონდ ეს ყველაფერი სპეციალურ მიზანმიმართულად არის. უცებ ერთდროულად ყველა ატყდა და ეს დაიწყეს ამაზე ლაპარაკი. ეს ნიშნავს ესე იგი ამ message box, ანუ რომ ხალხში საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებაში, რომ აი გავავრცელოთ ეს პონტი, რომ ჩვენ აღარ ვარ რევოლუცია მოვიდა. ხო, რა თქმა უნდა და მე ეხა message box არ ვცელებ. ჩემი აზრით ერთად დაждენ და შეიძლება და იმით ვერ უშოვით არჩევნებით ვერაფერს ვერ ვიზავთ ერთიანობა არ არის ის არ არის ეს არის და დავაირა შეუტივ და აი ზუსტად რევოლუციას ვინც აჟღერებს ის ტიპები არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას აი ზუსტად ხო 1000 აბარა ხო ან კაცავრაგერი აფარულაოს უწესო რევოლუცია სხვა გზა არ არის გამოდის ისა გვარამია მოდის რევოლუცია მოდის ვისაც გონია რომ არჩევნები მოდის ძიმე შეცდომას უშვებს ეს არ არსებოსო შეთანხმებული აქამდე არავინ ამას არ იღებდა და ეხლა დაიწყეს რომ ახალი მუხტი მაგრამ პირობას გაგეულ შენს და ყველას მთელ საქართველოს პირობას არანაირი შანსი არ აქვს ამათ. ანუ ეს რას ნიშნავს კიდე იცი? ესე იგი ესენი კიდე რაღაც ახალი პროვოკაციების და ახალი რაღაცა დაძაბულობების შექმნას აპირებენ. რაც აქამდე არ გაუკეთებიათ კიდე შევიღათ მკვლელობაც რაღაც ახალი რაღაც 1000%. კი, არეულობას ეცდებიან, მაგრამ 1000%. ეცდებიან არის გრამაფონში რა. აქ არავის არ ძინავს. კიდე გახსოვს შენ ის რა ქვია ერთება როიფიცებოდი მსახიობები ზოგი სამსამჯერო გაიფიცა გადაობები რა იყო. ეხლა წამოვიდა ეს რომ საქართველოს მასშტაბით გაიფიცენ ვიღაცები და არა და 8 ვიღაცა რესტორატორი და ერთი ავიაციის მასშტაბით გაიფიცა ავიაციის ვიღაცა ექსპერტი გაიფიცა. ან მიხდი სცენარი. ეხლა ცოტა გავუშავოთ. სცენარი ხდები? კი, ეხლა მაინტერესებს. გაიფიცა რესტორანი და დაკეტა მოდი ეს შევთავაზო. დაკეტა რესტორანი გარწმუნებული ვარ რომ მაგ რესტორანში დადიოდა თავისივე ბაბლი ეხლა ქართული ოცნების წევრები და ისინი არა მგონია და ვის დაუკეტა რომ თავის ბაბლს დაუკეტა რესტორანი იგივე არა იმაში შემშილობა და კლუბები და ისინი რო იყო დაკეტილი და შემშილობის პონტია ესეც რომ ამასაც რაღაცა შეიძლება რაღაცა სადახანი ზაფხული მოდის დავისვენო და всё მე გადავკეტე ჩვენ გადაცემა როდის გავიფიცოთ აი შესაბერის დრო ვნახე. აი როგორ ჭყონიამ რო გაღაზო, გაფიცვები ხო იყო და ჭყონიამ კოკა-კოლის მანქანები ახალწელს არ ჩაატარეს, იმიტომ თვითონ ხარჯი უჯდებოდა და რაც ხარჯი ქონდა იმაში გაიფიცა თორე. რამდენიმე მსახიობები გაფიცული მსახიობები დადიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის აი იაპონურ რეკლამებში რაღაც რეკლამებში იღებდნენ მონაწილეობას და ზუსტად ვის და ყველანი ხო გადავე სამჯერ გაიფიცა ეს უკვე. და ანუ ხო და ეს გაფიცვა და ესენი შეიკრებენ და ეხლა სახელებს და გვაქვს ვკითხულობ აქ აი ზუსტად ერთი ბაბლია რა ერთად რომ სადღაც რომ ეს საღამოს ერთად ჯდებიან და მოდით ეხლა დავკეტოთ ჩვენი რესტორნები გავიფიცოთ რამდენიმე დღე გაიფიცებიან მე დაჭირდება ზუსტად ერთი და იგივე წელში შევიდნენ მიასეჯი არავინ რატო არ შევა იმას რომ მაგალითად ადგეს და თქვას რომ მოდით რა ხალხო ქართველებო დავიღალეთ ამ უაზრო ერთი ადგილის ტკეპნი და მოდი დავჯდეთ ერთ მაგიდასთან არა
ან თვითონ უნდა იყვნენ, ან არავინ. ხო რა ეგ? თქო ბიჭო, შენ არ ჩვენ შეხვედრები, ჩვენ ხოქონია შემთხვევები ვიღაც ადამიანთან გველაპარაკე და არ გველაპარაკებიან, წივიან და კივიან. წყნარად არ გვესაუბრებიან. ჩვენ სულ ვეუბნებით, მოდ ბიჭო, დავждეთ, წყნარად ვილაპარაკოთ. არ გაძლევენ, იმიტომ რატო იცი რომ იმიტომ იცის რომ იმ არგუმენტებით დაჩაგრავ რა და აი ამ ეგ შოუ უნდა დაგიდგას. მაგაში ძლიერია, იმიტომ რომ იმის იქით იცის რომ უშანსოდარი რა. რამდენიმე ესეთები არიან ეგ ეს ზუსტად ერთი საზოგადოება, ერთი ხელწერა ყველაფერში. ხონთ არის თემ სოფლიო შეგიღა ფიცოსთანაც. ფიცოს რომ მოусმინო ერთ-ერთში ლაპარაკობს იმას ზუსტად რაც ჩვენთან ხდება ნებისმიერ ადგილას, სადაც ამ ბიუროკრატიას ეწინააღმდეგება ყველგან. სცენარი არის ერთნაირი, აი წერტილძინეს არ არის განსხვავება. აი, მოდი რამდენიმე დღის წინ ერთი ახალგაზრდა გოგონას ველაპარაკები და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არ არისო. ანუ მეუნება ადამიანს. მგონი მარტო ეგ არის. მარტო ძალიან ბევრი ფიქრობს ეგრე. მეუნება ადამიანს, რომელმაც მართლა რავი რა დროებიც იყო ისეთი რა, ცოტა ქვეყანა რაღაცა განვითარდა, ორი დრო გვახსოვს. და მახსოვს დრო, სადაც რა პოდკასტს გააკეთებდა შენადრებს იტყოდი კი რა. შენ კი არა. შენი ბიძაშვილის ცოლი, აი იქ სადღაც აი ეგრე მოხდებოდა. მე მაინტერესებს. ამაში რო ვიცხოვრებ და ეხლა დღეს გამოვედი და აუდექი და პოდკასტი მომინდა და გავაკეთე. აუდექი და რაღაცა ვიღაცა წავიდა და პადელი გააკეთა. ვიღაცა წამოვიდეს და არავინ ხელს არ გიშლის, არავინ არ გაჩუმებს და ყველაფრის უფლება გახარ აგინებ. ანუ როგორი ყველაფრის უფლება. მე მაინტერესებს. რა უფლება აქვთ ადამიანებს, რომელმაც არ იცის იმის წინ რა ხდებოდა ზუსტად. აი ეხლა შეაფასო სიტუაცია. რაც აი მართლა იმასთან შედარებით არის სადა დედამიწა ეგეთი განსხვავება. კი, აბა, მაგში არც უნდა შეადარო და იმდენად ნაკლია მაგის. მართლა დედასპიცა ვარ ახალგაზრდებო, გეუბნებით, რომ ისე დროში ვიცხოვრეთ, რომ მართლა სიტყვის თავისუფლება კი არა. მე რო რამე მეთქვა, ჩემ აი ისეთ ნათესაო სანახლობელს ეხებოდნენ, რომ ვერ ამბობდი და თქვენ რავი დღეს ყველაფრის უფლება გაქვთ. რისი თქმაც გინდათ და დაზის დედმეტი უფლებებით. კი, ანუ და არავინ არ გიზღუდავთ. ეგრე არის. ცოტა დაფიქრდით მაგაზე. რეალობაში რა დაიწყე რევოლუცია და როგორი უსუსურები არიან ახლა ვიდეო ჩაგირთო გეგონება ჩვენი გადაცემა არის 1-2 გამონაკლისის გარდა იქ ჩვენ მაგას არ ვიტყვით მაგრამ დანარჩენი რო უსმენ ჩვენ გადაცემაში გეგონება არა TV პირველზე ზიან. ოპოზიციურ პარტიებმა ჯერ სანამ ხელისუფლება შეცვლიან ჯერ იმას მიაღწია რომ პროტესტზე რო გამოვიდნენ ბოთლი არავინ ესროლოს და წყალი არავინ შეასხას. არც ერთი მათგანი არ არის ავტორიტეტი პროტესტზე მყოფი ადამიანებისთვის. ერთი ჯაფარა თუ გამოვიდოდა ხოლმე და ერთ-ორ სიტყვას იტყოდა და პატრიციის გამო სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში ძიმედუმილით ხვდებიან ოღონდ ამ ყველაფერს, უბრალოდ თავაზიანობა ყოფილით, თორემ ნება იყო სხვანაირადაც მოიქცეოდნენ. რა ძალაუფლების სრულებაზე მელაპარაკებიან ბარიკადების ერთ მხარეს ყოფი ადამიანები, ესე იგი ოპოზიციური ჯგუფები, ადგილზე მყოფ პროტესტანტებს ვერ ელაპარაკებიან, მიკროფონი რო დაიჭირონ, კაცი არ მოусმენს, ტვენას დაუწყებენ და გასაგებია რატომაც. როდამდე უნდა რამდენი 10 წლეული ამ ბლეფში თამაშობთ, ერთობა, მე გახსოვს შენ არჩევნების პერიოდი, 5 გაერთიანებული ოპოზიცია რო ყავდა. 5 გაერთიანებული ოპოზიცია დადიოდნენ ხო რა არა კიდე სხვა წლებში წინა წლებში დადიოდნენ ხელი-ხელ გაყრილები მე ეს ხელი-ხელ გაყრილები ცალკე ჯადს შექმნიდნენ ისინი ცალკე ბლეფია დიდი აი ძალიან სწორად მაგაში ხარ დაგერ კაცი გიზით გადაწყვეტ და გეუნება თუ რა ნუ იმენა წეზე დადიხართ და რავი რაღაცას ესე რევოლუციას მოხდენები არიან ბიჭო ხო რა ფანჩატურიო იმრეს რაღაც ნათელაშვილი შემოხდა ჩემთანო ფანჩატურში ხოდადი აი ნათელოში მაგაზი 100 თავით მორალით ყველაფერი წინა მაგშანტრა აი რანაირად ზის იმაში გადაცემაში და სააკაშვილს იმენა ლანძღავს ათახსირებს და გადისწლები და ჟდება და მიხეილ სააკაშვილი გამოუშვიდა მე რადგან რო შედარება მაინც რო შეადარო აი იმაძე ბევრად მაღლა არის ჩემთვის არა აი ამ პარამიებზე და აი ამ როზე ჩემთვის არა ჩემთვის არა წარმოგიდგენ რა სასოწარკვეთილებაში არიან ესენი. ამათმა რა რევოლუცია უნდა მოახდინონ ბიჭო, ხო რა სახლიდან გამოსვლის ეშინიათ. აი ხა ნახე ეს ნახე იმხოტებს იძახებს. აი ძალიან კარგი მსახიობი იქნებოდა, ოღონდ აი ისე ამბობს და ბოლოს უკვდება რა. დემონა უნდა რაღაცას ეგეც უნდა. ამით რა რამეს ვიღაცას იძახეს რაღაც ძალებს და ეს იმენა ეს არის ნინო ბურჯანიძე კაცი. რა სანახე რა ძმა არის. ასაყვარელია.
არა, ეგ არის რა, გადაცმული ვარ ის მსახიობი იმაში კინოში. არის იგივე ხა ვინ წინა განახე. ანუ ის არა, ეს ერთ იგივე პერსონაჟია. რა მაინტერესებს ეს რამე ლიდერია ვინმე არის ამ ანუ რატო? კი, არის, კი, ანუ ვიღაც რეჟისორია და ერთ-ერთი აქტივისტია მთავარი. რა შეუქმნია, აი რა რეჟისორი? არ ვიცი. აი ეს ამას ქმნის. იმხოტებს ნიჭიერი მსახიობია ყვირილში ან იმხოტებს იძახებს ალბათ და იქ რაღაცა მერე ის იმ წამდგე რაც მდგომარეობაში არიან. აი ხა ნახე, აი ამათი ამოძახილი, აი ქვეცნობიერის ამოძახილი, აი ტიპიური მონები. ნახე რა სიძახის. დახევას. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენი სამშობლო არის ევროპა. დიდი მადლობა. აი ქვეცნობიერის ამოძახი, ნახე, ჩვენი სამშობლო არის ევროპა, სამშობლო. ეს შინაგან ამას გამოძახილია. მიხვდი აი ეს მართლა ესე ფიქრობს, მონა რა, ტიპიური მონა და ვიკარო არის TV პირველი ჟურნალისტი, არ ვიცი, აი სუპერ გოიმი, აი ხა იყვნენ საელჩოს შეხვედრაზე და ეს მელაძე და ეს კამანდა შანტრაბარია ჟურნალისტები ჯერ სახეზე რო შეხედა გაბადრულები, ძალიან ბედნიერები, თითქოს ვიღაც აი ქვემოდან უყურებენ ამერიკის ელჩს. მიხვდი ამას ტრამპთან რო დააყენო ესენი შეიძლება ვაფშე ჩაიფსან სიხარულისგან, არ იმდენად ბედნიერებენ და რა უწერი ეცი კომენტარში. იცინის გაგვიცინეს პონჩი. ხო, რო გაგვიცინა მან. ხო, ზუსტად. რა სირცხვილი. ხა იცინის და ბედნიერია. მიხვდი როგორ ქვემოდან უყურებენ ეს ტიპიური მონები, თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი, ოღონდ ტიპიური მონები. ეს როგორ უნდა იცინის, გაუცინია მას, მაგარია. ხო, ბედნიერია, ამის ხოვრება შედგა, რომ გაიცინი. მართლა მაინტერესებს და ზოგადად მქონდა ადრეც ცხოვრებაში მე მახსოვს, რომ შავკანიანი ადამიანი რო გამოჩნდა და აი ხო იცი რომელი მომენტი იცი ეს აი უცხოელია ის და აი ზუსტად ეგენი არიან ზუსტად просто იცოდნენ რომ ვინმე პროვინციალიზმის პიკში არის წარმოიდგინე და ელჩთან იდგენ და ელჩი იცინო და просто რა მაგარია გურა ბედნიერი ვარ всё ჩემი ცხოვრების დედაც რაღაცა ეგ პონტი არის აი ამათმა რო იპოვეს ერთმანეთი იპოვეს ნოდარმა და გურამმა ნოდარი და გურამი წერა შვები აი მართ აი როგორი პროვინციალიზმის ჭაობში არიან არა აი მე ამათ მაგივრა მონები არის გეუნები მონები უბრალოდ პროვინციალიზმის აი პიკში არიან აი ბოლო დონის პროვინციალიზმში არიან აი თავის ჩაცმულობით თავის ქცევებით აი ნები კომენტარებით სტატუსებით აი ადგილი რო უნდათ რომ საზოგადოებაში დაიმკვიდრონ ამ რაღაცებს და რომ უეჭველი რო იშიფრება რომ აი მე გაშიფრულია და აი პროვინციალიზმის ჭაობში იხჩობია აქ ვინც განან ხა 6 კაცი ხო დგას ანუ აქ ხუთი ხო ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი არის და რა ბედნიერია საკუთარ ერთ გუნდში არიან რომ როგორ და იმ საქართველოს როგორ შეუტიოდა ამბავი ატეხონ და ამან გააშუქოს და იმან იქთქოს და იმინე კრინჯები ძალიან სამარცხვინოები არიან ეხა ის სხვათა შორის ეხა სამარცხვინოზე გამახსენდა მინი გუბომ რა გობაზაშვილმა ავტორეს ამოსი რო გაქვს ხო რა გააკეთე ისრაელის იმას ზუსტად და იგივე განცხადება ნუ უფრო შედარებ დიპლომატიურად მაგრამ ნუ მაგას გულისხმობს აბა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით ისრაელმა გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს მან და სხვა სახელმწიფოებმა ამ ხელისუფლებას განაჩენი უნდა გამოუტანოს როდიში ეხა ბატონო ვინ ბატონო გუბას მომისვინეთ ერთი წამი რა გინდა თქვენ ვერ გავიგე ანუ რას ერთ ჩვენ ქვეყანას რა უნდათ ბიჭო ესეთ მავნე განაჩენი რატო უნდა გამოგვიტანოს ვიღაცა სხვა ქვეყანამ ისრაელმა და კიდე სხვა სახელმწიფოებმა ჩვენ ქვეყანას ქართველებს განაჩენი უნდა გამოუტანოთ ქართველებმა ამან რატო უნდა გამოუტანოთ და მოდი აი ამ ტიპს ვაფშე რატო უნდა აჩვენებდნენ სადმე ამის აზრი გუბაზაშვილი არის მოდი მამაშვილის გავხდება ჩაგირთო გინდა ერთი აი როგორები არიან შვიაც აბრალებდნენ დაიწყეს რომ ერთი ვაგონი ფული გაიტანო მე რაღაცა პატარას ჩამოვიდე მე ბოლოს თქვენს რომ არც აფერი არ წაუღია ხო იგივეს ლაპარაკობდნენ ხო სააკაშვილო ამდენ წიწილა რო იკლება ქუთაისში და იწვება ბარგალი არის მიშასილი ხალხო ასე გამოდის და ეხლა რა ეს ასეა გომა ბარკალი იყო მიშასი ადრე და ეხლა აღარ არის თუ აბრალებდი მაგას ანუ თუ ჯანიშვილიც იგივე ხოძე არის კაცო გუბო შვილი ნახე ჩაურთე უნამუსობის აი ზენიტია ამ ქვეყნის მთავარი მტერი როდესაც მისამართლებს მე 2008 წლის 7 აგვისტოს უმაღლეს მთავარსარდალს ეს არ შეიძლება გაატარო სააკაშვილზე იძახის უმაღლეს მთავარ სარდალს 7 აგვისტოსთან ნახე რა როგორი მავნებელია 7 აგვისტოს რო იძახის 8 აგვისტოს კი არა აქ ყველა დღეების სულება ყველაფერში დღეებს სულიან ესენი ეს მიზან მიმართულად 7 აგვისტოს უსვამს ხას
ის სურათი გაქვს ნანახი მოცნებაში რო იყო მაშინ ეს რაღაც სამხედროებთან შეხვედრას გუბაზარო არის თითე იმით ბავშვი საერთოდ არაფერ შუაში არ არის აი ეგერე არა ზუსტად მაგ სურათში როგორ არაფერ შუაშიც არ არის დღესაც ეგეთ არაფერ შუაში არ არიან არც მამა და არც შვილი ხო აი არ ჩაცმული არ ფორმით არ დგომით სხვა რაღაცა ძალიან სამარცხვინოები მარტო უხდება ლაივი რო წერია მარსივცის მაგას უხდება მარტო მაგას შეგეუნები მარტო მაგ ლაივს უხდება ბაზარია შეახლა ხო კი ევუჩ არა ბიჭო ეს გუბაზაშვილი მე მაინც აი გუბაზაშვილზე მაქვს ხომ არა ჩემი თავერსები 2008 წლის შვილი ბაჭყუტა ბავშვი და ეხლა მეგეთყვი ჩვენ რა ხდება შენი მთავარსარდალი არის მამამისი არ სად იყო ხო აუ მამამისი აღარ მინდა ამდენი ცუდი იმით ნუ დავიმუხტებით სამართლ ნახე მამა შენი არ ვიცი მაგრამ შენი მთავარსარდალი გარწუქს რო ღეჭავდა იქ და ჩაჯემული რო გარბოდა აი ეგ იყო შენი მთავარსარდალი და ეგერ წევს მუმია და თუ გინდა რამე აიტკიე და მიუწექი იმას შენ მთავარსარდალს იქ და ორივე წამოწექით მან რა და ნუ ისიც გაიყოლით მესამეც ძალიან სამარცხვინოები არიან რა ძალიან სამარცხვინოებით ბოლოს ის მაგ შემოტყული ესეთი რაღაც რა ძირითადად ეხა სულ სამართლებაზე ვლაპარაკობთ ხო და ყველა ადამიანები სამართლს ვეძებთ მაგრამ სამართლის ძებნაში წლები და დრო გადის რა და სამწუხაროდ კაცობრიობაში სამართალი რთულად მოსაპოვებელია და აი ნატვრის ხეშა კაი მაგალითი და აი ზუსტად იძახის ყველაფერს ადამიანი მადლობა ქვეყანა სამი რამ აკლია ცას კიდე ის რას ხიდი ადამიანს სამართალი კარგად დაიმოწ ეგრე არა აი როგორც ცას კიბე არასდროს არ ექნება და როგორც ღვას ხიდი არასდროს არ ექნება ისე ადამიანში სამართლიანობა არასდროს არ იქნება ეგ სამწუხაროდ ამ რეალობაში ცხოვრობთ მთელი კაცობრიობა რაც ვარსებობთ და ჩვენ მაინც უნდა ვეძიოთ სამართალი ყოველთვის ეგ არ ნიშნავს იმას რომ ფარმალი დავყარო და ჩვენ ყოველთვის სამართლის ძიებაში უნდა ვიყოთ რა ანუ რავი ხო რა ყველაფერი ღმერთისნებაა და ღმერთმა ქნას რომ მოეგოს ეს ხალხი და გაეხსნას ის თავის რაღაც მომხვეჭელობის რაღაცა მოეხსნას და მართლა ქვეყნის სასიკეთოდ იფიქროს და იმაზე არ იფიქროს რომ რომელს კამზე დაждდება რა და ერთადერთი ეგ გვიშველის რომ დაждდომა ლაპარაკი და ისე ნაციონალური მოძრაობა ყველა მიცის ვინ არიან აი გავწიოთ ვინც არის ის რომ იბზვის სხვა ოპოზიციური პარტიიდან და აი ესე გონია ისინი მაინც ვინცაც ეგრე არ აქვს სახელი გადახილ მოხდა წამებელი არ იყო და აი საშინელებებს არ აკეთებდა და გასურილი არ არის ეგეთი ადამიანები ჩემი ეს უნდა ადგენენ თქვან რომ მოდის რა თეთრი დროშის და ეს თეთრი დროშა ის კი არის რომ გნებდები და წვები კი არა ხო მოდი რა ძმაო მარტო ძმებო და დებო ეს გადაგვარჩენ ქართველები ვართ რა დაუჯდეთ და მოდი აუხსნათ ერთმანეთს რა რატოა და მან უკვე რომ არავის კამზე აღარ იფიქრებს და იდეურად იქ ყველა თავის ადგილზე დაждდება ეს გვაკლია არანაირი რევოლუცია უბრალოდ ლაპარაკი გვინდა ძალადობა ერთმანეთის პატივისცემა მოსმენა და გაგება გვაკლია. უბრალოდ ვესაუბროთ ერთმანეთს წყნარად და მშვიდად. ერთმანეთს შეგვეუბნით რაღაც გავბრაზდებით კიდევაც შეიძლება რაღაცას ვერ დავუწყოთ. ჯანსაღი კამათი მოსულა. ხო, ჯანსაღი კამათი ზრდილობიანად ერთმანეთის არგუმენტები გავუცვალო და ვისაუბროთ და ჭეშმარიტად და მივალთ ამ გზით რა ის რაღაცა მოგონილი რევოლუციები თან რო უშანსოთ ხარ. წინასწარ გულის სიღრმეში ამათმა ხო უბრალოდ ესენი ის იმედის არიან ისი რომ აი დასავლეთიდან ეს ბიუროკრატია აქ არეულობაში დაეხმარებიან იქ ვიღაცა შეიძლება მოკლა რაღაც აი ამაში ან აი ამის ცელობა რა მორიგი მკლავ იგივე დინარეში მე 1000-ჯერ შესulis მომსწრეები ვართ რა თქმა უნდა რომ არაფერი არ გამოვადა ღვთისწყალობით ყველაფერი კარგად იქნება ჩვენ ქვეყანაში რა კი ბატონო მოდით დასასრულისკენ წავიდეთ მოდით დასასრულისკენ მივიდეთ მოკლედ რავი ნორმალური კარგი გადაცემა გამოგვივიდა ყოველს მივიდა გადასავლებს გადაუარეთ კი დიდი მადლობა ჩვენ დილობიანად ჩვენ შევაწყობას არავის არ ვაყენებთ თუ ხარ დაკვირდა სუქწერენ კომენტარებში რომ როგორ ითმენ და შევაწყობას როგორ არ აყენეთ არის ნუ ჩვენ მართლა პროსტო ჩვენ ამათ არ უნდა დავემსგავსოთ ჩვენ იმაზე ვართ უბრალოდ არ გამოვიდა გინება იმდენი ვიცი და გაბრაზება მოდი შეგვეჯიბო მაგრამ ჩვენ ამაზე მორალურად ბევრად წინ უნდა ვიყოთ ყველანაირ ასპექტში და ასე თუ ისე მე მგონი გამოგვდის. და მაყურებელს ამას აფასებს და ხედავს კიდევ. კი ბატონო, დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს ჩვენი ყურებისთვის, აქტიურობისთვის, კარგი კომენტარებისთვის. მართლა დიდი მადლობა ყველა YouTube-დან დაწყებული TikTok-იდან დამთავრებული ყველგან არის სასიამოვნო და
мотиваციის მომცემი კომენტარები და უღრმესი მადლობა ამისთვის თქვენ. და გათამაშებას რაც შეეხება ჩვენ კომენტარები ჯერ კარგად არ გადაგულხებთ, არის ბოლომდე გადავხედავთ. და მოვიფიქროთ მაინც ეგ ჩვენი განსაკუთრებით თავი სურვილი თუ არ არის ისთვის გავაკეთოთ ეს. თორე ჩვენ გვინდა მეტი აქტიურობა. არა სურვილი როგორ არის, მაგრამ ხება არ დაგვიწერა ვიღაც. ხო და ნახე ეგ აქტიურობა გჭირდება, ანუ მაგაში უნდა მოხდეს ეგ და რეალურად ეგ გჭირდება ეგ აქტიურობა რა. კარგი, დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს ჩვენი ყურებისთვის კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა თორნიკე შენც. შევხვდებით შემდეგ კვირას. კარგად დროებით მომავალ შეხვედრაზე.